აუცილებლად ეს საქმე საერთაშორისო სასამართლოებამდე მივა, თუ საერთაშორისო სასამართლოებამდე აქ ვერ მიპოვეთ მართლმსაჯულებაში სიმართლეს და ობიექტურობა არ დადგინდება ამ საქმეზე. გიორგი გახარიას ასამართლებენ დღეს ქართული მიწის დაცვისთვის. ეს არის რეალობა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგენთ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული შესაბამისი ანგარიში საქართველოში უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც 161 პარაგრაფში პირდაპირ წერია ჩორჩანა საქმესთან დაკავშირებით და ოცივნის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაციით მიმდინარეობს დევნა გიორგი გახარიას მისამართით, თუმცა გაურკვეველი მოტივაციით თითქოს და რელევანტური არ არის ეს საქმესთან შემთხვევაში და საშემფასებლო დოკუმენტია. სასამართლომ არ დაურთო ეს დოკუმენტი როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეს, მაშინ როდესაც ანალოგიური შეფასებითი დოკუმენტი, მაგალითად ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის საშემფასებლო დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული წულკენის კომისიის დასკვნის პროკურატურას წარმოქმნილი აქვს სისხლის სამართლის საქმეში და საერთოდ გაურკვეველი იყო კონკრეტულ შემთხვევაში მოტივაცია პროკურატურის, როდესაც აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არ უნდა დაერთოს საქმეს, მაშინ როდესაც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში პროკურატურას თავისი პოზიციები აქვს წარდგენილი და ეს პოზიციებიც ახლავს მათ შორის მოსკოვის მექანიზმის დასკვნის. დღეს არსებითი განხილვა დაიწყო ჩორჩანა საქმესთან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვის. პირველი ვინც წარმოადგინა მოწმემ პარტიული მუშაკები ოცნების, ერთი არის სწავლის ადმინისტრაციული ერთეულის რაღაც რწმუნებული და ერთი სპეციალისტი, რომლებიც ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იქნება ოცნების მხარდამჭერი და ოცნების პარტიის წევრი და ესეთი მოწმეები იყვნენ დღეს წარმოდგენილი, რომელთაც ფაქტობრივად სრულ ჩვენებები მიაცემეს სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ მათივე წარდგენილ მტკიცებულებებს საქმეში ეწინააღმდეგებოდა ის ინფორმაციები, რაც ამ ადამიანებმა ისაუბრეს და საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდნენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი პიროვნება ვაჟალობიძე მაგალითად 2019 წელს სხვას ამბობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და იქ არსებულ ვითარებაზე, დღეს უკვე სხვას ამბობს. მათ შემდეგ რაც შიდა სამართლებრივ მექანიზმებს ამოუწურავთ აპელაციის და კასაციის სახით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აუცილებლად წავა ეს საქმე და აუცილებლად დადგინდება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გამოძიების პროცესში დაცვის უფლებაა დარღვეული, კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რაც არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, პირდაპირ ადგენს ფაქტობრივად, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს გიორგი გახარიას მისამართით და ამას ბუნებრივად ვერ აუვლის გვერდს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აუცილებლად ეს საქმე საერთაშორისო სასამართლოებამდე მივა, თუ საერთაშორისო სასამართლოებამდე აქ ვერ მიპოვეთ მართლმსაჯულებაში სიმართლეს და ობიექტურობა არ დადგინდება ამ საქმეზე. გიორგი გახარიას ასამართლებენ დღეს ქართული მიწის დაცვისთვის. ეს არის რეალობა.